მამულისათვის თავდადებული. ასე ეწოდება საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასადმი მიძღვნილ წიგნს, რომლის პრეზენტაცია ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. წიგნი ბათუმის მერიის მხარდაჭერით პროგრამა ქართულ-აფხაზური საგას ორგანიზებით გამოიცა. წიგნში აღწერილია ჟიული შარტავას დამოკიდებულება აჭარისა და სრულიად საქართველოსადმი. მასში 70-მდე ავტორის წერილია. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ, თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ჟიული შარტავასთან. 7 მარტი არის ჟიული შარტავას დაბადების დღე. ჩვენ მისი მეგობრები, მისი ყოფილი თანამშრომლები ყოველთვის ამ დღეს ვიკრიბებით და ავღნიშნავთ მის ღვაწლს და დამსახურებას საქართველოს წინაშე, ქვეყნის წინაშე და მის თავდადებას. გადავწყვიტეთ, რომ მისი დამოკიდებულება აჭარისადმი გამოგვეხატა წიგნით, რომელსაც დავბეჭდავდით და მასში მონაწილეობას მიიღებდა არა მარტო აჭარის, არამედ ვისაც სურვილი ექნებოდა საქართველოს მასშტაბით წლების განმავლობაში ჩემს ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობ პროგრამაზე ქართულ-აფხაზური საგა, რომელიც გულისხმობს სახალხო დიპლომატიის სხვადასხვა გზების გამოყენებით აჭარაში მცხოვრები აფხაზების აქტიური ჩართულობით, როგორმე მივაწვდინოთ ხმა აფხაზეთში ჩვენს ძმებსა და დებს აფხაზებს, რომ ჩვენ ერთიანი საქართველოს შვილები ვართ და დადგა დრო შერიგებისა. აღსანიშნავია, რომ წიგნის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც ესწრებოდა. აჭარაში განსაკუთრებულად ევყობიან ბატონიშვილის სახელს. აქ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, მოღვაწეობდა და ეს შემთხვევით არ არის, რომ ქალაქ ბათუმში დაიდგა ჟულის ძეგლი ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ქალაქისა სანაპიროზე. მოხდა მისი საზეიმო გახსნა. დიდი მადლობა მინდა მოახსენო ქალაქის მერს, მთავრობის თავმჯდომარეს და მაღლის საბჭოს თავმჯდომარეს თელს შემადგენლობას, რომელიც წარმართავს ამ პროცესებს. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას აჭარაში მცხოვრები აფხაზებიც ესწრებოდნენ. აი ეს დიდებული ადამიანი, დიდებული პიროვნება კვდებოდა და მეორედ იბადებოდა. და უკტაებას ეზიარა თან, უკტაებას ეზიარა. მე ახლა როგორც აფხაზი კაცი გამიდა თქვა მონანიების გრძნობის აი რაღაც აი ასეთი გრძნობა გამიშტება. ვინანიებ მე შეიძლება მთელი აფხაზების სახელითაც, დედაჩემის სახელითაც, რა ვიცი, მე ძალიან დარწმუნებული ვარ და მაქვს ნათქვამი, რომ ჩემში ამავე აფხაზეთში და ჩემში შერიგება მოხდა. ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. ის იყო გენერალ-მაიორი. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. (2004) წელს მას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის, ოქროსა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით. სენაკში შეიქმნა ჟიული შარტავას მუზეუმი. მისი სახელი მიენიჭა ქუჩებს და საჯარო სკოლებს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.